გამარჯობათ მეგობრებო. ძალიან ცუდი ახლა მუშაობაში ვარ და ძალიან ცუდი ამბავი მოგვივიდა. ყველას გისამძიმრებთ. საუკუნოვარი ადამიანი გარდაიცვალა. პატრიარქი რასიზამ მეთმანათეში ამყოფოს. არიან ადამიანები თავის ცხოვრების შედეგიდან გამომდინარე საუკუნეებრივი დარჩება მეხსიერებაში. ადამიანები, რომლებიც თავისი მოღვაწეობით და თავისი სიცოცხლის მაგალითით შთამომავლად ადამიანებს მაგალითად ეკრება და აი ეს პიროვნება იყო ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. მე ღმერთის წყალობით ისე მოხდა, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ამ პიროვნებასთან, რომელიც ეპოქალური გარდამავალი პერიოდებისთვის თავისი და უსერიოზულესი ადამიანი, ეპოქალური პიროვნებაა, იმიტომ ეს გარდამავალი, ეს კომუნისტი წყობიდან გარდამავალი, მე როგორ მახსოვს, არ ვიცი, როგორ მახსოვს კომუნისტი წყობაში, მე ისე მოხდა, რომ მთელი ბავშვობა სიონის გვერდზემა გატარებული ჩემი კლასელები ცხოვრობდნენ და ბავშვობიდან ეკლესიაში 2-3 მოხუცი რო დადიოდა, ჩვენ ბავშვები დავრბოდით იქა და ძალაუნებურად მის ქადაგებებს, მის სწავლებებს, მის ყველაფერს ასე ცოცხლად უყურებდით და უსმენდით. მე მაშინ აკრძალული იყო და როგორ მახსოვს პირველი ძველი ბიბლიის ნაჭერი პატრიარქი რო გახდა პატრიარქი, მაშინ საქართველოში იყო მგონი როგორც ვიცი 30 თუ 35 სასულიერო პირი. მაშინ ხალხს ეშინოდა ეკლესიებში წასვლა, წარმოიდგინეთ, ეხლა 40 იყო და ეხლა რამდენი ეკლესია თბილისში მუშაობდა, სულ რაღაცა 2 თუ ქაშვეთი, სიონი, მამა დავითი, 4 თუ 5 ეკლესია იყო მთელ თბილისში და საქართველოში ცალკე ერთი ბეთანია მახსოვს, ბეთანიაში მოღვაწეობდნენ ბერები და ბედია ოჩამჩირის რაიონში. და რუსული ეკლესია იყო და წარმოიდგინეთ ამ კომუნისტური პრესის დროს ჩვენ მაინც ვახერხებდით რაღაცა ინფორმაციის მიღებას, სწავლებას, იმას ღმერთის შეცნობას, ეპოქალური პიროვნება. ახლა მე ცოტა აღელვებული ვარ, რასიზმს ცხოვრება არის, ასაკში იყო ჩვენი პატრიარქი და უბრალოდ გული მწყდება ხოლმე, რომ ამხელა ღვაწს და ამხელა იმას ზოგიერთი ვიღაც ვიგინდარები სხვა კუთხით უდგებიან და რაღაც, მაგრამ ერთ სიტყვით მთელ საქართველოს უსამძიმრებ ამ დანაკლისს და ჩვენ ყოველთვის ვემახსოვრება პატრიარქის ილია მეორის მაწლი და მისი სწავლები და მისი მოქმედებებით ვიაროთ ჩვენ ცხოვრებაში. რა მოსატანია, მაგრამ სანამ დაიგზალება ჩვენი პატრიარქი, სანამ მიწას მიაბარებენ, ჩვენ შევწყვიტავთ ვიდეოს გადაღებას და როგორც კი დამთავრდება ეს ამბავი, მერე ასიცა ცხოვრება გრძელდება, მაგრამ საერთო ძამში ზემოთ და იმაში ყველაფერი გრძელდება. ნათელი ჩვენ პატრიარქს, ნათელი ჩვენ სულიერ მამას და მისი სწავლებები და მისი ცდილობები გაგვეტარებინოს ცხოვრებაში და ყოფილიყავით ღირსეულები. კარგით.